მოგესალმებით. ახლა მე მივდივარ წყაროზე, რომ ავავსო სუფთა წყაროს წყალი და უნდა ვივახშმო ვირის ტერფაზე. ესეც ასე მოვედი წყაროზე. მაგრამ სანამ ვივახშმებდე ვირის ტერფით, აი მოიცა რომელი ჯობია, არა ის ჯობია, ის უფრო უკეთესია, ერთი რა უნდა ვწამო. ნაგვის წვენი. აი მე მგონი ჯობია აი ეს ავარჩიო. ეხლა ამას მე არ უჭამ, უბრალოდ წომ წვენს და ვაფურთხებ, იმიტომ რომ რო არ შემერჭოს რა. ეს კარგია, ანუ ყელი აღარ გეტკინებათ ასე რომ გააკეთოთ და ისა რა ქვია, არც სურდო და ზამთარში არც ვირუსი შეგვდებათ და არც გრიპი. არც სურდო, იმიტომ რომ სურდო ხო ჯერ ყელის ტკივილით იწყება და მერე გადადის სურდოზე. წვენი გამოვწოვე, გადმოვაფუთხე. ეხლა დავაი. რომელია სუფთა? ესენია. ხლამებს გაურეცხავ წყალზე. ესეც კაია. დავაი. ესე რატო მოიცა როგორ უნდა? არა უშავს. დავაი გაურეცხოთ. მოიცა დარჩა ცოტა. მე მშველის, მაგრამ ეს სხვამ რო გაიმეოროს, არ ვიცი, იმათზე როგორ იმოქმედებს. ნახდათ არ ვიცი. ძალიან მაგარია. კარგად დაუგაჭო, გადავყლაპო. აი რო უსუნოთ, არის ვაშლის სუნი აქვს, მაგრამ გემო აქვს სხვა. მაგრამ თქვენ არ გაიმეოროთ, ეხლა როგორც ვიცი, ამას ახმობენ, ასხავენ ცხელ წყალს და სვავენ. აი ვისაც ყელი გაციებული აქვს და მე პირდაპირ უმად ვჭამ. პირდაპირ უმად ვჭამ რა. მაგარ. ვიღაცას ვეგონები დაბოლილი, შეიძლება ვიღაცამ კომენტარში დაწეროს დაბოლილიაო. მე არ ვეწევი არც სიგარეტს, არც პლანს. და არც ვიჩხირავ, ცხოვრობ ჯანმრთელი ცხოვრებით. გექნებათ ვიდეოები ნანახი რო დავდივარ. ესეც ავავსე. ძალიან მაგარია. აი ეს არის ჯანსაღი ნატურალური საჭმელი. არ ვიცი ეს ხვებზე როგორ იმოქმედებს, მაგრამ მაინც არ გაიმეოროთ. კარგით, აბა, სულ ეს იყო.